ეს ყოვლისა გილოცავთ დღეს ღვთისმშობლობა, ღვთისმშობლის მადლი შეგვეწიოს და შეეწიოს სრულიად საქართველოს მრავალს დასწრებოდეთ ბედნიერად და ჯანმრთელად. მოკლედ ძალიან რთული და მძიმე დღე არის ეს თქვენთვის განსაკუთრებით, ჩემთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს კარგი მოგონება მარინასგან სამწუხაროა, როგორია წუთისოფელი, წუთია წუთისოფელიო, როგორი ბრძნულინა თქვამია, რომ რატო არ უნდა ყოფილიყო მარინა დღეს ჩვენს გვერდით, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ყოველივე, მაგრამ არ ვიცი რა კანონზომიერებაა ეს ხანდახან ბუნებაშიც რაღაც ისეთი ხდება საწინააღმდეგო რაღაცები, რაც არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ რეალობის წინაშე ვდგავარ დღეს. აქ არის მარინას სულიერი გამოძახილი, ნახატების გამოფენა. ეს გამოფენა, ამის ინიციატორი არის ბატონი ანზორ კვარაცხელია და სკოლა, რა თქმა უნდა, მარინას მეგობრები და საინტერესოა, მარინა ცნობილი იყო როგორც არაჩვეულებრივი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი, სულიერად საოცრად გაწონასწორებული, რაღაც განსაკუთრებული პეცი ჰქონდა, განსაკუთრებული გარეგნობის იყო, თავისებური კოლორიტი იყო ჩვენი ქალაქის. ეკატერინე ჭავჭავაძეა მეთქი ვიტყოდი ხოლმე ხანდახან და ეს თავზარდამცემი იყო მთელი ქალაქისთვის. აი ნამდვილად დააკლდა ქალაქს და დააკლდება მომავალშიც. თუნდაც იმიტომ, რომ ის იმდენად კარგი პედაგოგი იყო, მისი გარეგნობა, მისი ესთეტიური სული, ესთეტიკა, ყველანაირად იმდენად დახვეწილი იყო მოსწავლებისთვის, კარგი მაგალითი იყო და წლები გავა ალბათ და მისი მოსწავლეები უფრო დააფასებენ ამას. არ უნდა მიდიოდნენ ასე ნაადრევად ასეთი ღირსეული პიროვნებები, ღირსეული ადამიანები, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ვიცი რომ ნამდვილად ასე იქნება. უფალმა გაუნათოს ის მძიმე სავალი გზა სასუფეველში და თქვენ კიდე თქვენს მეგობრებს მოგიწოდებთ რომ დიდხანს ყოფილიყავით მისი სახელის სატარებლად, მის გამხსენებლად და ღმერთო მოგონებისთვის ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მას და მადლობას უხდი ბატონ ანზორს რომ ას და მის მეგობრებს რომ ასეთი განსაკუთრებული რუდუნება გამოიჩინეთ ასეთი სიყვარული და დიდხანს განყოლოდეთ ეს სიყვარული დიდხანს ყოფილიყავით აი ამ კარგი საქმის გასაკეთებლად. ახლა მე მინდა სიტყვა გადაცე ბატონ ანზორს და მე ძალიან მიჭირს ხოლმე საზოგადოების სცენაში საუბარი. მეტად ციცარონი არ გახლავარდნე და არ მეხერხება სიტყვის ბევრი თქმა. მე მარინასთან რამდენიმე წელი მაკავშირებს და მე არც ვიცოდი რომ ხატავდი. მე რომ დავხატავდი რაღაც ხატავდნენ ვინც არის ის იმისთვის გაუგზავნიდე და ის ისეთ კომენტარს გააკეთებდა მას პროფესიონალი არის. ამ დონის და მიყვირდა ეს მე. და ბოლოს გავიგე ეს მე გარდაცვალების მერე სამწუხაროდ ემა ვეკუან თუ მე ხატავს და სავსე ნახატები ექსო და ნახებ. მივედი სავსარი ნახატები. მაგრამ ასე გამისდა იდეა რომ გამქონდა გაკეთებული პლანის. და ასე გადასწრა ეს საკუთარ ემას დამსახურება ემას რო არ ეთქვა რომ ის ხატავდა ეს შეიძლება არ შემდგარება ეს გამოფენა არის. ამიტომ ეხლა მარინეზე რა უნდა ვილაპარაკო. მე მაქვს ერთი ნახატი. სადაც რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ერთი ანგელოზი. მიწიერი ანგელოზი. და არა ზეციური, ხო და აი ეს ანგელოზი იყო მარინა. მოკლედ. აბადი. კალბატონო ასმა სურვილი ნახე. სულ მქონდა სურვილი რომ რაღაც მეთქვა ჩემო ძვირფასებო. სულ მქონდა და დავმუნჯდი მაშინ როცა ეს ამბავი თბილისიდან დამირეკა ჩემმა გოგო. ასე მითხრა მარინა გარდაცვლილაო. საოცრება იყო. არ ვიცი ისეთი თავზარდამცემი და მოულოდნელი იყო მაშინ დამუნჯებული ვიყავ. მაშინ იყო გაზაფხული. იების მოსვლის დღე და მე რაღაცნაირად იები გავიკვიატე. მე ვერაფერი ვთქვი მაშინ ერთი სიტყვაც რა დამამუნჯე.
რად წამართვი მეტყველების უნარი შენ გარინდული იწექი მეგონა რაღაც სათქმელი გქონდა მარტი იყო და გარეთ იები ყვაოდნენ იები ავიკვიატე მაშინ არადა შემოდგომის ფერები დაგეხატავს გოგო შენთან რომ მოვედი შემოდგომის ფერები შემომეფეთდნენ ახლა შემოდგომა როგორი იყავი მართლა გონია სიტყვებიც გაცვდნენ ბარო მასწავლებელმა თქვა ლამაზი და მშვენიერი სხვადასხვა ცნებაა მართალია სხვადასხვა შეიძლება ლამაზი იყო მაგრამ სული არ ქონდეს და მშვენიერება არ იყო მე მინდა გითხრა რომ შენ აიყავი უმშვენიერესი სულით და ხორცით თვალში სინათლით ბრძნად მჭვრეტელიც ბრძნად მეტყველიც და ფერთა მწერალიც ყოფილხარ თურმე მთელი სამყარო დაგეხატავს ჩემო ძვირფასო მართლა არ ვიცოდი ჩემო კარგო აზორის თქმისა არ იყოს მე ვიცოდი რომ ხატავდა მე ვიცოდი რომ ხელოვნებას ასწავლიდა სკოლაში და ბავშვებს უნერგავდა მაგრამ ასე თუ ხატავდა მართლა არ ვიცოდი გვირილათა გადამხმარი ველი აგიყვავებია შენ ვერ მოესწარი გრილების აყვავებას წელს მარტო იების აყვავებას მოესწარი და მაშინ წახვედი როგორ არ ვიცოდი მართლა როგორ არ ვიცოდი მაგრამ ნანახი რომ მოლოდი საჭარბებს შემთესვლა გაზაფხულმა შეგიწყვიტა გაზაფხულმა წაიღო თან შენი სუნთქვა შენ ხო მოფარფატე პეპლად იქეცი და მე ვეძებ ახლა ამ ყვავილებში სადღაც ხომ არა ხარ სადღაც ხო არ დახატა სადღაც ხო არ მიახატა მოფარფატე პეპლა როგორც სული მე მგონი სიოდი იქეცი აი სიცხეში რომ მოგელამუნება და რაღაც მიჩქმალს ამოატივტივებს აქ ხომ ცის ფერებია ცის და მიწის ფერებია წყალიც არის და ჰაერიც არის ნაკადული ვნახე შენი სოფლის არის ეტყობა შენი სოფელიც დაგიხატავს ჩემო ძვირფასო თორე მზეც არის ჩაღრული ერთხელ ელენე ახვლედიანის ნახატები რომ ვნახე მეგონა შუქი შემოდიოდა იმ ბნელ ოთახში მაგრამ შუქი არ საიდან არ იყო ასეთი მზე ჩაღვრილია შენი ნახატებიც ფერთა სიჩახჩახი და იმპრესიონისტები მახსენდება ახლა და კიდევ რობინ უილიამსის ფილმის გმირი ხატვარი ქალი რომელიც 64-ს ხატავს მე შენი 64 ასე წარმოვიდგინე ჩემო ძვირფასო აი ასე ყვითლად და წითლად აბრიალებულ ხეებში წევხარ შენ არ ვიცი დრო გადის ძალიან სწრაფად გადის შენ ადრე წახვედი ჩვენც ნელ-ნელა ჩამოვალთ შენთან ალბათ და შენი საოცარი შვილების ამბავს ჩამოგიტანთ არ ვიცი როცა იქნება მაგრამ ტარიელ ხარხელაურმა ერთხელ თქვა ჩემი შვილი საფლავი არ მინახავს მე არ მინახავს მარინას საფლავი უნდა ვთქვა უნდა ვაღიარ მე არ მინდა ნახო მარინას საფლავი მე არ მინდა და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა 15 სექტემბერი თენდებოდა სკოლაში უნდა წავსულიყავი და დილით გამთენიისას მე სიზმარს ახლა ამ ბოლო დროს კი ვხედავ მაგრამ არ მახსენდება არაფერი და მარინა მოვიდა ჩემთან კარი გააყო და მე მგონი ზემოთ ვიყავით უქვევათ არ მახსოვს კიბეები იყო და მარინა მოვიდა და დამპატიჟა ოღონდ მითხრა რომ მე მაქო დავითობაო ასე მითხრა და მოდიო აუცილებლად და ზუსტად მახსოვს რა ეცვა ხოდა მეორე დღე ზუსტად ეს განცხადება ვნახე და მოვედი ჩემო ძვირფასო ჩემო ძვირფასებო გეფერებით უყურებს ჩემო კარგებ არ ვიცი ასეთი ადამიანები ასე ადრე რატომ მიდიხდნენ ეს გამფენა რო გადაწყდა ემან მითხრათ ჩვენ ფუს და ჩვენ დავდეთ ამას ჩარჩების დეპუტატის წაღება და რაღაცები და კი ბატონო მეთქნა რომ წავიღე ესენი და ეხლა რო ვიფიქრებ პედაგოგებს არ უხით მაინც და აფასობით ხელფასი არა და სოსო ჟვანია ჩემი მეგობარი და ვთხოვე მე ვთხარი სოსო ასე და ამას თუ დააფინანსებინათ და მე პირადად არ ვიცნობდი მაგრამ ვიცი როგორი გოგო იყო და
ამიტომ არც და უყოფმანია ისე რამდენი უნდა და მე ვხარ მინიმუმ ამდენი უნდა თუ დაასვი და მე დავმატებდი მაქსიმუმ რამდენი უნდა ამდენი და მაქსიმუმით ჩარიცხა და ასე რომ დიდი მადლობა ჩემს ოსოს ამისათვის. დიდი მადლობა ჩემს მარინას და ჩემს მანანას ეს რო უთხარი, როგორ ამყვნენ იცი როგორ აიტალსეს ეს. მადლობა სკოლას, პედაგოგებს ყველას. ძალიან დიდი მადლობა. ოჯის საგალანდიო საფრთხეს. კარტოფილის ჭარბელი. სანეთში. ძალიან გვიჭირს ყველას მარინეზე წარსულში ლაპარაკი, მაგრამ დღეს როდესაც მის ნახატებს შევხედე და იმ მისთვის საყვარელ ადამიანებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, ვთქვი, რომ მარინე ჩვენთან არის. მარინე არსად არ წასულა. ჩვენი ესმის, ჩვენ ვხედავთ, ჩვენთან ერთად საუბრობს. ჩვენ სკოლაში გვგრძნობთ, რომ ყოველი წუთი წამი მარინეს გარეშე არ არის, ის სულ ჩვენთან არის. მარინემ რომ დაგტოვა და მასწავლებელი რომ უნდა აგვიყვანა სკოლაში და უთხარი ჩემს პედაგოგებს გოგოებმა მითხრეს, მარინეს მერეო ვინ უნდა შემოვიდესო ჩვენთან, ვინ უნდა გააგრძელოსო მისი საქმე. აი ეს სიტყვებიც ბევრის მთქმელია. ადამიანი რომლის საქმის გამგრძელებლად რა თქმა უნდა გამოჩნდება ვიღაცა და უნდა გამოჩნდეს, მაგრამ მის კოლეგებს რომ ვერ ემეტებათ დასათმობად მარინე. აი ეს ვიგრძელით ყველა სიტყვებში და შემდეგ როდესაც ეს დროც დადგა, ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგისგან ასეთი ფრაზა მოვისმინე. არა, იცით რა, ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ თქვენთან სკოლაში ვიმუშაოთ, მაგრამ მარინეს მერე ძალიან გაგვიჭირდებაო. მე ყველას მოვეფერე და ყველას მადლობა ვუთხარი ამ სიტყვებისთვის, იმიტომ რომ ეს მართლაც გულწრფელი იყო და დაფასება იყო იმ ადამიანობისა, იმ მასწავლებლობისა და იმ კარგი ქალობისა, რაც მარინემ დატოვა ჩვენში. მოსწავლეები ვერ ივიწყებენ და არც დაივიწყებენ, დარწმუნებული ვარ. აი ამ ფერებს ვუყურებ და ვხედავ, რომ აი ეს ფერები და აი ის რაც მარინეში ცხოვრობდა, მე ასე ვიტყვი, თავის მოსწავლეებშია გადანაცვლებული და მოსწავლეების ნამუშევრები, რომელიც 15 სექტემბერს გამოვფინეთ ტერეფანში, ზუსტად აი ამ ფერებით იყო. ანუ რასაც მასწავლებელი ასწავლიდა, იმას ითავისებდნენ მოსწავლეები და ისე გააგრძელეს ეს საქმე და მე მჯერა, რომ ეს საქმე არ დაიკარგება და მარინეს საქმე გაგრძელდება. ძალიან ესეთი კარგი ფრაზა, იცით, კახა მან კავსაძემ თქვა, რომ ნეტა იქ თეატრი არისო და ჩვენ ხშირად ვამბობთ, იქ თუ სკოლა არის, დარწმუნებული ვარ, მარინე მასწავლებელი სკოლაში მუშაობს და ალბათ ისევ ხელოვნებას ასწავლის. ისტორიასაც, იმიტომ რომ ხელოვნება ისტორიის გარეშე არ არსებობს. ნამდვილად არის ის სამშობლო რომ უყვარდა. ასე მითხრა, მეო ისტორია რომ ცოდნოდა, რომ არ მესწავლა და გარკვეული ცოდნა რომ არ მქონოდა, მე ხელოვნების სწავლებას ვერ შევძლებდი სკოლაშიო და ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ რომ ხელოვნება მარტივი საგანი არ არის. ნამდვილად. მე ანზორ მასწავლებელს ხმამაღლა ვეუბნები მადლობას იმისთვისაც თავიდან რომ წამოვიდა ჩვენი სკოლიდან და მარინე შემოვიყვანეთ, თქვა, რომ ჩემს საქმეს მარინე ამაყად გააგრძელებს და კარგად გააგრძელებს. fabriko შენ კარგი არჩევანი გააკეთეო, მითხრა. და ანზორი მასწავლებელო, ეს ნამდვილად ასეა. მე თქვენ მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ მარინეს შემოქმედებას სული შთაბერეთ და აი ასე ყველას მიეცით შესაძლებლობა მისი ნახატები დაეთვალიერებინა. მადლობა მის შვილებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს და დააფასეს ანზორი მასწავლებლის ასეთი თანადგომა და მე მჯერა, რომ მისი საქმე გაგრძელდება მის შვილებში, მის მოსწავლეებში მაგრამ მარინე არ იქნება ჩვენთან. აი არის ხოლმე.
მარინა აქ არის ახლა. კი, თქო, ამით დავიწყებე რომ ჩვენთან არის. ერთი წელი. კი. რელიგიური. სულ ჩვენთან იქნება. იქნება ის სულ არის ჩვენთან იქნება. ასე რომ მარინა მაგალითად მე ბედნიერად მაშინ ის რომ ის ღვთისმშობელთან იქნება მე დაწუნებული. ასე რომ დღეს რომ დავინახე და ჩემი ბრალიც არის. არ უნდა დავგემძიმებინა დღეს სვადღია მარიამობა. კიდევ ისურს გამოსვლა. მოკლედ განსაკუთრებული ემოცია მაქვს რაღაცნაირი. საუბრის თავის არ მაქვს. გავიხედე აი ამ გარემოცვაში და მხოლოდ მარინეს სახე მიდგას თვალწინ ზოგჯერ იმდენად თავმდაბალი იყო რომ სახე დაწიწკლული ქონდა რაღაც წითელი ხალებით ამ ხელა ადამიანს პატარა გოგო არ იყო სიმორცხვის გრძნობა ქონდა როდესაც მას აქებდნენ ან რაღაც ღონისძიებას უქებდნენ სახე რაღაც ალაგ-ალაგ გაუწითლდებოდა და აუცილებლად ახლა ფიქრობდი მარინე იქნებოდა ჩვენ შორის ცოცხლად რო გაგვეკეთებინა ეს ბატონო აზორ და სახე შეფაკლული იდგებოდა ჩვენთან ის იყო თავმდაბალი ადამიანი მე სულ აი ჩემს ახლობლებში ვამბობ მარინე მაკლია როგორც თქვენ მაგრამ ჩემი მარინეა წითელი მანქანით ჩავლილი ლამაზი ქალი რომელიც ზოგჯერ ფოფინათმებით აი ესე ლამაზი კურნულებით სარკეს ჩამიწევდა და თბილად ასე ესე დამიძახებდა ყველა დღემდე ეს პირობითი რეფლექსია ბიოლოგიაში დღემდე აი ესე წითელ მანქანებს ესე უიმედად გავყურებ ზოგჯერ აჩახილი თმით რომელიც ძალიან უხდებოდა კონტრასტული მაგრამ ძალიან ლამაზი როგორც ქალბატონმა ვარო თქვა სულით ხარცამდე ლამაზი ადამიანი რა ვიცება ხო ძალიან ბევრი მომენტი გასახსენებელი ქალბატონმა ვარო მითხრა გაიხსენეო საზღვრის პირას სოფელში ვიყავით ბატონი რამინ გოგო ხია ღონისძიებებს მარცხდა იქ გონი თქვენ ხوار იყავით იმ დღეს ჩვენი ბავშვებით ვიყავით მისულები და ფილმის ჩვენება იყო და სურათების მე პატარა ვიქტორინას ავით გამოტანილი იყო ეკრანზე დიდ ეკრანზე ფოტო და რა სურათია და ვინ არის ავტორი და მიგვაჩნდა ჩვენ მასწავლებლებს რომ ეს მოსწავლე მაინც და მაინც არ წინავდა და აი მოსწავლემ რომელიც არ წინავდა უცებ დაასახელა ავტორიც და ნახადით კარტოფილის ჭერმელები მოკლედ მე და მარინეს ხშირად ვისაუბრია ამ თემაზე რომ ქალბატონმა ვარომ სთხოვა მას და რა ეკრა და ამიტომ შეუდგა ამ დიდ საქმეს მაგრამ იქნებ თქვენი წვლილიც არის რომ დღეს ამ ნახატებს ხო მაშინ არ ხატავდა იქნებ მოხტი მიეცა იმ ხელოვნების მე არ ვიცი ადამიანს ეს იყო იმაში იყო და ხო ახლა 75 წელს დავიწყე ხატვა არიან ადამიანები მეც ვიცი ერთი რუსი ძალიან ძლიერი ხატვარი ქალბატონი რომელიც 65 წლის ასაკში ამბობს რომ ახლა დავიწყე ხატვა და შედევრები შექმნა და ქალბატონო ვარ მადლობა იმისთვის რომ თქვენ დაგავით მაშინ და ხელოვნების საათებს მიეცით მარინე ყველას თქვენი მარინე დაგაგდა და ჩვენ ამდენ საუბრობთ მარინეზე მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ როგორი სიცარიელი არის მარინე სანათესაოში ასეთი გოგო რო არ შეუვა იმ დედას რა ნუგეში უნდა უთხრა და იმ ძმებს მე ბოდისკიფტით ასეთი ემოციებისთვის მაგრამ როცა ასმათ კვარაცხელიამ დამირეკა რა ხდება ჩვენ სამეგობროში ღამის 11 საათი იყო და რა ხდება მეთქი და მარინე ადონიამესე და უცებ რა ავარიაში ხო არ არის მოყოლილი და გამითიშა ყურმილი არაო და დამამშვი და არაო ესე კი მე ძალიან ემოციური ვიყავი უცებ გადავრეკე და მე მახსოვს ის მომენტი როგორ მოვდიოდი იქიდან გამთენიას არაფრის მეშინო და არც ქუჩის ძაღლების არც სიკვდილის არაფრის მოვდიოდი შეშმი და სიკვდილზე გამარჯვებული მარინე მშვიდად დავტოვეთ თითქოს რაღაცნაირი და ბოდისკეფტით ამ ემოციებისთვის ის როგორც ბატონმა აზორმა თქვა ის იulis ჩვენთან ასეთია ტკბილმწარია ქალბატონო ვარო ეს ცხოვრება თქვენ ახლა თქვენის დედა ხართ ვინც დღეს ანუგეშებთ მარინეს ოჯახს და თქვენ
არ გესწავლებათ რა უბედურებაა ეს. ერთი ორად მახვდებით ამ საზოგადოებაში, როცა ამის უნარი გაქვთ, რომ ეს გააკეთოთ და მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ ხართ. საოცარი ორი შვილი დატოვა ქალბატონმა მარინემ და ხვიჩამ. მე არ ვიცი ანალოგი ყავს თუ არა ალექსის. ამ 22 თუ 3 წლის განმავლობაში რაც ქიათში მე მუშაობდი, ბევრი ბავშვი გავს ერთმანეთს, მაგრამ ალექსი არავის გავდა. მე ვფიქრობ, რომ ალექსიში ზუსტად დევს ის გენები, რაც ჰქონდა მარინეს. რაღაცნაირი გაწონასწორებული, თავდაჯერებული, მშვიდი, გულით მოცინარი ალექსი რო გაიცინებდა მისი ხიმილი, რა ვიცი, მიყვარხართ გეფერებით და გისურვებს იმ ხირსეულ შვილობას, რაც მარინეს და ბატონ ხვიჩას ეკუთვნის. მე ახლა ამ სურათს ვუყურებდა, ასე უსასრულობა რაღაცნაირად ყველა სურათის ეს განვასხვავე. ეს არის რაღაც უსასრულობა. ასეთ უსასრულობაში გადავიდა ჩვენი ანგელოზი მარინა. ის არა მარტო ფიზიკურად იყო ლამაზი, ეს თქვენს მასწავლებლებმა და მას რომ ის შეეძლო, მას რომ თანაგრძნობა შეეძლო. ახლა ასაკით არ იყო ის ჩვენთან ახლოს და ვაროს რო ტრაგედია ასეთი დატრიალდა არა წალენჯიხის სინამდვილეში, საქართველოს სინამდვილეში ტრაგედია იყო რაც ვაროს მოვიდა. და პირველი რაც მითხრეს მარინამდე ის იყო ვიგულეთ თქვენს გვერდით, ახლა რა ვქნათ? რა უყოთ ახლა ვაროს რიდგინდა ახლა რა შეუმსუბუქო ეს როგორ მიხვიდე რა უთხრა ხო და აი ასეთ დღეში რო ვიყავით პარასკევს კონდათ რაღაცა ცოტა ეს არაფერი ანტრაქტივით მე მთელი დღე რო დატვირთული მასწავლებლები და აი მაშინ ახერხებ და როგორმე წავსულიყავი და როგორმე გული მოგეფონა ცოტა ვაროსთვის ეს საოცარი გოგო, ეს ფიზიკური და სულიერი ჰარმონია ისა მარინასი. მე ვიფიქრე, ხო არ დაიღალა მეთქი, ყველას ტკივილი უნდა გაეზიარებინა, ყველას სიხარული უნდა გაეზიარებინა, ყველასთან რაღაცნაირი იყო. ხო და ჩემი დაბადების დღის გამლამაზებელი მარინა მეთქი მეუთხარი და ვაროს რო ასეთი საშინელი ტრაგედია დამთავრდა ჩემი დაბადების დღეც მეთქი რო ვთქვი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ეს არ დამთავრდებაო მითხრა. მაშინ რას მივაქცევდი ამას ყურადღებას, მე დარჩებოდი და მარინა წავიდა ზეციურ სამყაროში და იქიდან ვიყურებს, ჯერ არ ვიყურებს. არაჩვეულებრივი შვილები დარჩა, არაჩვეულებრივი თავისი ძმა, დედა სახლში მყავსო რო იყო და და მიდიოდა სახლში, რომ დედა მას ეგულებოდა სახლში და ახლა იმ დედას მე კიდე რო უთხრა ან მის როგორ მიაჩნდა თავისი ძმა, ძმისშვილები, შვილები და როგორ ლაპარაკობდა ამაზე, რომ ისინი ამთავრებდნენ და ასეთი დედიშვილებით უნდა იამაყოთ. ჩვენ გვიამაყება, რომ ჩვენ მარინას გვერდით ვიყავით, მარინა ჩვენთან იყო და ასე იქნება ეს მარადჟანს. ასე ჯერა რომ მარინა ჩვენთან არის სულ. იქიდან გვიყურებს. პირველ რიგში დღევანდელ დღეს მოგილოცავთ ყველას და ისი რომ ყველასთვის დამძიმდა ნამდვილად დღევანდელი დღე და მე იმდენად ვღელავ ახლა შეიძლება ისე ვერ ვილაპარაკო მარინაზე, მაგრამ იმდენად კარგად ისაუბრეს, რომ ზედმეტი იქნება ჩემი მარინას ხასიათზე და თვისებებზე საუბარი. მის პროფესიონალიზმზე, მის მეგობრობაზე, სულიერებაზე და ძალიან ბევრ დადებით, უამრავ დადებით თვისებაზე. პირველ რიგში მინდა ის აღნიშნო, რომ ჩვენ 97 წლიდან მოვდივართ ერთად და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ვარო. თქვენ რომ არა და რომ არა სკოლა ქიათში, მე მარინესთან ალბათ ასე ახლოს არ ვიქნებოდი. შემდეგ ჩვენი სკოლა, ბაბუჯის სკოლა, სადაც რა ვიცი რაღაცა მარგალიტივით იყო და ყოველი წუთი მენანება, რომელიც მის მოსწავლეებს დააკლდათ, მისი არყოფნის გამო. აქ არის რამდენიმე მოსწავლე და მადლობას გიხდით.
აქ მოსulis. მარინე იყო ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, რომელმაც 55 წელი გვახარა თავისი არსებობით, თავისი ირგვლივმყოფი ადამიანები და ისევ სადამაღლდა და ზევიდან დაყურებს ვარსკვლავად. აი ეს. კატონიას კვარაცხელიასი არ იყოს აი იმ დრიდან დავმონჭდი, როცა ეს სინამდვილედ შევიგრძენით და მთელი ცხოვრება ვიქნები გაკვირვებული რატომ? აი ეს რატომ არ მშორდება და ალბათ არც ისეთი ღვთიური ვარ, რომ ეს უფალს მივაწერო და არც ისეთი ადამიანი, რომ ეს რატომ კითხვა გავაქრო, მაგრამ ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამდენი ადამიანის გულში მზედროა ემთო კაბეტონი მარინე, აი ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ადამიანად ყოფნა ღირს დედამიწაზე ნამდვილად ყველა შეუძლიანების მიერ მის მოსწავლე შეუძლია, რომ მიბაძოს მას. ნებისმიერ მის მოსწავლე შეუძლია, რომ გახდეს მეორე მარინე. სულ ასე ვფიქრობ, რატომღაც ამ იმედს არ ვკარგავ. მანათელში ამ ყოფილს მისი ლამაზი საოცარი სული მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ნამდვილად. უბრალოდ ყველგან ჩქარობდა, ყველაფერს ასწრებდა და იქ წასვლაც იჩქარა, იმიტომ რომ ალბათ ხანდაზმული მარინე ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, იმდენად ხალისიანი იყო, იმდენად სიცოცხლით სავსე იყო, ენერგიით სავსე იყო. აი მე მიკვირდა, სულ მიკვირდა, რამდენს ასწრებდა სამ სკოლაში სიარულს, მეგობრებში ყოფნას, ოჯახში თავისთავად ტრიალს, არაჩვეულებრივი გარემო ჰქონდა, არაჩვეულებრივი ეზო ჰქონდა და მე მგონი იმიტომ წავიდა ადრე რომ ენახებინა რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ. ის ჩვენთან არის და იქნება ხანდახან მის ეზოსთან რომ გავივლიდი ხოლმე და რომ ხედავდი როგორ უნდა ყვავილებს რა პეწიანად. იქაც განსაკუთრებული იყო, რაღაც გამორჩეული იყო, იქაც განსაკუთრებული ესთეტიკით. აი ეს მარინას ხელწერა იყო. ეხლა ვთხოვოთ იცი რა რთული ალექსი შენთვის, მაგრამ ალბათ ერთობს. არა, მომწონს ეს აი რაღაც გარკვეულწილად დღესასწაულიც არის. კარის ის სოციალური იქნება ყოველთვის მაგრამ თავისთავად კენილი თანახლავს ამ დღესასწაულს. ძნელია ემოციის შეკავება, მაგრამ რთულია ნამდვილად განსაკუთრებით ამდენი ჭერმეტყველის შემდეგ სიტყვის თქმა ნამდვილად რთულია. ბევრს არაფერს ვიტყვი. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა უთხრა ყველაფრისთვის, დღეს მომბრძანებისთვის, პატივისცემისთვის. რამამდეც თქვენგან ბევრი რამ მახსოვს მეც და ჩემს ოჯახს და ჩემი ოჯახის სახელით მადლობა მინდა გითხრა. დღეს დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის, ასევე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ნაცნობებისთვის. მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციურიც გამოდგა. დღეს ამ კედლებზე არის ერთი სილამაზეზე შეყვარებული ქალის შინაგარის სამყაროს დიდი ნაწილი. არასრულად, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. თავარს ვიტყვი, რომ მადლობა მინდა გადავხადო ბატონ ანზორს ამ დღის ორგანიზებისთვის, მოფიქრებისთვის და ვერჩიდგომისთვის. მადლობა მინდა ქალბატონ მარინესაც გადავხადო, იმიტომ რომ არტის და კოლექტივს მადლობა. და მესამე საჯარო სკოლის კოლექტივსაც დიდი მადლობა იმისთვის, რომ და ობიჯის სკოლაც კი. დიდი მადლობა დღევანდელი დღის შედგომისთვის, ასე ვთქვათ. და ემოციები კი ბუნებრივია, მაგრამ ამახარებს თუ ნაკლებად დავიტვირთავთ დღევანდელ დღეს თავს ემოციებით და მოდი უფრო ლამაზი გავხადოთ, როგორც მარინეს უნდა ყოველი დღე. თქვენ ლამაზი მეგობარი გყავდათ, თვალშუჟუნა წაბლისფერი თმებით.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს და ღვთისმშობლის ანგელოსთა რიგში ყოფილიყოს. იქ არის. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. არ ვიცი, მარინე ადონეაზე ვილაპარაკო, როგორც მეგობარზე, როგორც მშვენიერ ქალზე, როგორც ხელოვანზე, როგორც პედაგოგზე. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს ადამიანი იყო ის, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ნებისმიერი ჩვენი თანაქალაქელის ნებისმიერის გულში. იყო საოცარი თავმდაბლობის სიმბოლო, კეთილშობილების სიმბოლო და ცოტათი რთულია ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში, რომ ადამიანები ერთმანეთს სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ, მაგრამ მარინე მასწავლებელი სიცოცხლეში იყო დაფასებული, ყველგან პატივისცემას იმსახურებდა, იყო ადამიანი, რომელსაც ყველგან სიხარული და ბედნიერება მოჰქონდა და მის შემოქმედებას სწორედ ეს ყველაფერი ეტყობა. მისი ნახატები არის საოცრად ფერადი, საოცრად ემოციური, ხალისიანი, სიცოცხლე და სიყვარულით სავსე, ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ ეს ადამიანი იყო. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ტკივილი, მაგრამ უფრო მეტად სიხარული, იცით რატომ? მე დავინახე, რომ ზოგადად ადამიანებს ერთმანეთის დაფასება შეგვიძლია და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ანზორ მასწავლებელს. ძალიან ხშირად მარინე მასწავლებელი ამბობდა, რომ მან ეს ყველაფერი ანზორი მასწავლებლის დახმარებით და რჩევებით დაიწყო. კი ბატონო, იყო ხელოვანი, ეს ყველაფერი მისი შინაგანი ბუნებიდან გამოდიოდა, მაგრამ როგორც პატარა ბავშვი, ისე ყოველთვის რჩევას ეკითხებოდა. ძალიან ხშირად უნახებია ჩვენთვის ნახატები. ჩვენთან სკოლაში არის ალბომი, სადაც მარინე მასწავლებლის საოცარი ჩანახატები არის, რომელიც არის უბრალო ფანქრით შესრულებული და ალბათ ფართო საზოგადოება ამ ნახატებსაც ნახავს. მადლობა თითოეულ დღევანდელი დღის მონაწილეს. როგორც შარკვიანი იყო და ისე ჩვენში სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი ფასი აქვს ადამიანს და მე მინდა რომ დღევანდელი დღე მარინე მასწავლებლის როგორც ხელოვანის დაბადების და აღმოჩენის დღე იყოს და მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებამ ნახოს. მადლობა ამისთვის თითოეულ დღევანდელი ღონისძიების მონაწილესა და განსაკუთრებით იდეის ავტორს ბატონ ანზორს. უღრმესი მადლობა. ძნელია დღეს ისაუბრო მარიზე, მაგრამ შევეცდები ორიოდი სიტყვით გადმოვცე და ვისაუბრო მის ნამუშევრებზე. სითბო, სიყვარული, ხალისი, ემოცია, განწყობა, ყველაფერი სუფევს მის ნახატებში. აი ესეთია, როგორიც იყო თვითონ მარინე. ძალიან მიყვარდა, ძალიან ვაფასებდი. ღირსშესანიშნავი ქალბატონი იყო და უფალს ებარებოდეს. მე არ მინდა მადლობა არ გადავუხადო ბატონ ანზორ კვარაცხელიას ამ იდეის განხორციელებისთვის. და მარტო ერთს ვიტყვი, უფალს ებარებოდეს და შეხვედრამდე ჩემო ლამაზ გოგო. სიხარულს კი ვიზიარებ, მაგრამ თან გული მწყდება მართალი გითხრათ. გისურვებთ იმას, რომ გეპოვოთ ის ნიშა, სადაც თავს ბედნიერად, ლაღად, თავისუფლად იგრძნოთ. კიდევ ერთხელ დაგილოცავთ თქვენ სავალ გზებს. მიყვარხართ ძალიან.